პარიზში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. გამოფენაში 7 კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის დეგუსტაციას 300-მდე სტუმარი დაესწრო. პარიზის ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სპეციალისტების გარდა 300-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა. ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული ღვინის გამოფენა დეგუსტაცია მოეწყო, რომელშიც 7 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ მიმართულებით ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია, იმიტომ რომ ძალიან ასეთები ცნობილი ადამიანები, პროფესიონალები შეიძლება ღვინო კარგად შეაფასოს და ეს ადამიანები ჩვენ ღვინო გამოვხანოთ შემდეგ ელჩებოდ თელესოფლიაში ქართული ღვინოზე ხმა მიეწინა სხვადასხვა ამ აქციის ორგანიზატორების მიზანი ევროპის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ პარიზში გამართულ გამოფენაზე საქართველოს საელჩომ და ტურიზმის დეპარტამენტმა ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტები, ფრანგი დისტრიბუტორები და ცნობილი სომელიეები მიიწვიეს. შეგვიძლია ბევრი რამე შევთავაზოთ საფრანგეთს, ჩვენი ღვინო არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს ბევრი ღვინო, რაც არის ძალიან პოპულარული ევროპაში. ეს გახლავთ პროფესიონალების პლატფორმა, ეს არ არის მხოლოდ მოყვარულები ღვინის, არამედ ესენი არიან პროფესიონალები. ამ მათგანაც იყო ძალიან დიდი სურვილი, რომ ესეც ღონისძიება ან დეგუსტაცია გავუკეთებინა ქართული ღვინის. საქართველო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 1993 წლიდან გახდა. ქართულ ღვინოსა და ვაზის ჯიშებს ამ ორგანიზაციაში დიდი ხანია იცნობენ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები აქვს. უფრო მეტიც, საერთოდ ღვინის ცივილიზაციის წარმოშობაც საქართველოს უკავშირდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო ვაზის აკვანია. სწორედ ამ ძველმა ტრადიციებმა განაპირობებს, რომ დღეს ქართული ღვინო ასეთი კარგი ხარისხისაა. დღევანდელი აქციაც მის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ემსახურება ორი მიმართულებით, კომერციული და სარეკლამო კუთხით. კარგი იქნება თუ ღვინის წარმომადგენლები გასაღების ახალ ბაზრებს აღმოაჩენენ. ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში 2013 წლიდან შევიდა. Je trouve que votre vin est excellent. ფიქრობ არაჩვეულებრივი ღვინო გაქვთ. მყარი შეხედულება ჩამომიყალიბდა ქართული ღვინის კულტურაზე. როგორი სერიოზული მემკვიდრეობა გქონიათ. საქართველო ხომ ძალიან ძველი კულტურის ქვეყანაა, დამოუკიდებელი, ამაყი და საუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით ღვინისა და ზოგადად გასტრონომიულ სფეროში. დღეს მე ეს კულტურა ხელახლა აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია. განსაკუთრებით მომეწონა ქართველი პრინცის ღვინო, რომელშიც კარგად იგრძნობა ტანინის გემო. იმედია მთელს მსოფლიოში დიდი წარმატება იქნება ქართულ ღვინოს. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე ქართული კომპანიის ღვინო მაისის შუა რიცხვებიდან ცნობილ ფრანგულ ღვინის დისტრიბუციის ქსელ ნიკუალსში გაიყიდება.